გამარჯობა. იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად YouTube-დან წავადი და მიგატოვეთ ჭალებში, გადავწყვიტე რომ ვლოგი გადამეღო. გესაუბრებით სიახლეებზე და იმაზე თუ რატო გავწელე ამდენი ხანი, სად წავედი, რა მინდოდა და მოკლედ რა. თუ თქვენს იდეებს დაწერთ, თუ ისინი ნახვას ისურვებდით, აი ძალიან გამახარებთ, იმიტომ რომ ვიდეოების გადაღება გახდება ბევრად უფრო მარტივი, რადგან მეცოდინება რა უნდა გადავიღო. ესე იგი, ერთი ლექციის გამო ვიყავი დღეს უნივერსიტეტში მე მგონი რა 10 საათზე. მე მაქვს შემდეგი ლექცია 7 საათზე და მაგარი მეზარება. ესე სიმართლე ვთქვა, ესეთი რავი, ალბათ არ იქნება ესეთი დაორგანიზებული ვლოგი, მაგრამ რავი, ნახოთ რა, დიდი ხანი არ გადამიღეთ და ჩაკვდა არხი უკვე. ისეაც არ მყავს ბევრი გამომწერი და მით უმეტეს ფაქტორი უნდა იყო. და რა ვიცი რა, რაღაც სიახლეები დამიგროვდა და გაგიზიარებთ რა. სპოილერი, სიახლე უკავშირდება ვლოგებს, ვიდეო გადაღებებს და ასე შემდეგ რა. ნახავთ ძალიან მალე. ეგ არის მეგობრებო, მოვედით. ეხლა ერთი 5-10 წუთია რაც საჭმელი ვჭამე, გამოვიცვალე. იმიტომ რომ ვაპირებ ვარჯიშს. და მოკლედ ეხლა დაგანახეთ თუ რა სიახლეს გულისხმობდი. აი ეს ტრიპოდი, ეს ტრიპოდი მოყვება, დასადგმელი, თუ მაგალითად ოპერატორი აგეყოლება რა ვერუპი, დადგავ და თავად გადაგიღებს რა. ხო. აი მაგნიტი მეგობრებოს, ეს არის სპეციალური მაგნიტი, რითაც ტელეფონს დაამაგრებ რა. მოკლედ ძალიან მაგარი რამ არის, სტაბილიზატორია, რომელიც ეხლა არის კაცი გამოშვება თუ არა. მოკლედ ტელეფონით მარტო როდესაც იღებთ, ანუ როგორც არ უნდა ეცადოთ, იქნება ცუდი კადრები გამოგივართ რა, ანუ აკანკარებული კადრები გამოგივართ და ამის საშუალებით, აი არ ვიცი პროსტა რა. ძალიან მაგარი კადრებს გადაიღებთ. არა მარტო სტაბილიზაციაში გეხმარებათ, არამედ მულტიფუნქციები გააჩნია, მაგალითად. ელემენტარულად ამ ტრიპოდის ფუნქცია შეიძლება შეითავსოს, ასე ვთქვათ. ასევე ჩაშენებული აქვს სტიკი, სელფის ჯოხი აქვს ჩაშენებული და უფრო შეგიძლია გაშალოთ. აი, მოკლედ დავიწყოთ ახლა გახურვებით. You must do more to become more. You earn success. It's not given. It's not handed down. You earn it or you don't get it. You want it? Earn it. You want to be the best? The best earn it. Get to work. They try to make you smaller. I try to show you temperance. They try to make $1. I try to make a difference. How bad do you want it when you see it in the distance? When rich is not enough, but you still need it by extension. I mean, why do you not attempt to try? Cause they said that you can't fly. So you never seen the sky, no matter how much you can cry. Those words is just a lie. If it all comes down to pride. მეგობრებო, მოკლედ ბოლო ვარჯიში გადამჭა და გავისეირნოთ რა. ბოლო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვარჯიში, რომელიც დაგეხმარება რომ handstand-ი დაამოღო. This not the point to quit. Don't think, just do this hurt, this pain, this grit. You hold on to that feeling. ამ გადაღებებში ცოტა დავიხალავ. მომენტებში რა, კაცში ვერ ჩვენა ხოლმე რა. ადეკვატურად ხო და რო ვასწრებ ხოლმე. აი, ჩემი ხმა არ ვიცი ხა როგორ ისმის, არ მაქვს ხა ბოდიში, არ მაქვს ხა მიკროფონი რა, დამატებით. რაზე ვისაუბროთ? პირველი სიახლე ხო გითხარით, რომ ახალი სტაბილიზატორები კიდე რა, DJI Osmo Mobile 6. ამას რო თავი დავენებოთ, ალბათ გაინტერესებთ, სად გავშპი, რატო აღარდებ ვიდეოებს. ბოლოს, ვისაც გახსოვთ, დავდე მაფია. ძალიან გავერთი, ძალიან მაგარი იყო. გამისწორდა იუთუბერებთან შეხვედრა რა. აი, მოკლედ მიზეზი არის პირველ რიგში იდეების არქონა და მეორე
კლინიკაში დავიწყე მუშაობა. შესაბამისად, დრო იმდენად არ ამაქვს ხოლმე. ყოველ მეოთხე დღეს მუშაობ და ცოტა ხელს მიშლის რა. არა მარტო ვიდეოების გადაღებაში, არამედ ცოტა სწავლაშიც ხელს მიშლის. სად გავიაროთ, აბა მეგობრებო. შეხედეთ ბავშვები როგორ ვარჯიშობენ. ხო, ის ჩასასვლელი არ შეიმჩნიოთ. ხო, ცოტა უშყიანია, მაგრამ არა უშავს რა. ავდი დავზუნო. შეხედეთ. რა კაია. ძალიან კაია, საკაიფოა რა. კალისთენიკს ისთვის არის იდეალური. რაღაცები აკნე, მაგრამ ძალიან კაია, გასამო. აი ძალიან. რავი რა, გარემოც კაია. ნორმალური. ახი როგორი ენგო. ახი მენა. მოდი, გავიაროთ. ეხა მეგობრებო, მინდა განახოთ, სად დავდივარ რა ვაფშე. რომელ კლინიკაში დავდივარ. არ შევალ ეხა კლინიკაში, მაგრამ დაგანახეთ. ეს აღნიმედი არაფერს არ ვიზავს. ეს არის ტურნიკი. მე ხმეზარი ბაწევა. მოდი ცოტა სიახლეებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში მოგეხსენებათ, რომ სომხებს რავი, ანუ გავუშვით მარილზე, პირდაპირ მიშოობით. რამდენით დამშრომდა? მგონი 6-1, ხო? ბოლო რა, ხო, 6-1 მოუგეთ და რა ვიცმაო რა. ძალიან გახარებული ვარ მართლა, იმიტომ რომ ასეთი მარტივი მოგება, რა ვიცი, ცხოვრებაში არ მინახავს. ესე იგი, მოვედით მეგობრებო, არ ვიცი ხა როგორ გადავიღო იმედია შევძლებ რა. შეგნით ვერ შევალ. მაინც ყოველ შემთხვევაში ეს არის ივანი ბოკერეს სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი რა. არის და ეს ამ უნივერსიტეტში ასე ვთქვათ, ჯერ არ ვარ, ანუ კლინიკურ საგნებს ჯერ არ გავდივარ მეგობრებო, მაგრამ აქ მიტარდება ხოლმე რადიოლოგია რა. ხო, სხვათა შორის ალბათ კადრი კანკალებს, იმიტომ რომ წატევი დამიჯდა. ანუ 5%-ზე ნაკლებზე რა. ეხლა მივდივარ უნივერსიტეტში რა და ჩემ გამომწერები რა ხო ანუ მითხარ რომ ლოგერი ხარო რა და მეხარი კი და ვანახე ახი და ისე ბავშვი რომ მაინტერესებს აი როდესაც მოწყენილები რა ასეთი რაღაც მაინტერესებს და აი რა ხერხებზე ხედავ ხო აცი რა ვიტყავს მე გარეთ გავდივარ და ისე შეგვიძლია. ეგ არის მეგობრებო, როგორც იქნა მოვედი დელისე, მაგრამ როგორც ყოველთვის დამაგვიანდა. ძალიან მაგარი ვარ. ახე, ეხა დაურბივარ, მაგრამ რა სტაბილური კადრებია. შემი. აი სერვის რა აზრია, დამაგვიანდა. ეგ მოვედით მეგობრებო. ეგ არის მოვედი მგონი, აი ეს არის ეს ოთახი. ეგ არის მეგობრებო, მიცე დაგვი. ხო, ლოში გავხსნი. მოდი, ლექცია რა. რა, ხოლე. გითხრა რაღაც რანაირის ხონდა? წელი. აქ ხომოვედი 10 საათს. და იმის მერე ეხლა. მე ეხლა. და გამოვედით, რა ქვია, სპერინდა ტერას. ხომ 8 საათია უკვე. რა ვიცი რა, ალბათ აქ მორჩები ვლოგსაც. მედია ისე ამომთან რა. დავდოთ water. ყველაზე მაგარი არის კაიცივი წყალი. ფათაშორის მეგობრებო, ძალიან მაგარი სიახლე მაქვს. ვინც მაინკროფტერებს უყურებთ, გამოდის ალბათ გასაზრდებით, რომ გამოდის ახალი ფილმი. და ფათაშორის შეიძლება ჩავწერო ამასთან დაკავშირებით ვლოგი რა, თუ ბილეთს ვიყიდი და არა მარტო მე, ანუ მარტო მე არ ვაპირებ წავიდე რა. უნდა შევხვდეთ მაგაცებს, ან Minecraft YouTubers, შეიძლება არ იცნობდეთ და მოკლედ ძალიან მაგარი იქნება.
ძალიან მაგარი ლოგიკა, თუმცა ელოდეთ თუ ეჭვი. რავი. დემ რა გითხრათ მეუბნებო რა, მოკლედ. ერთი აზრი მინდა დავფიქსირო, ზოგადად კლინიკასთან რა. თუ სამედიცინოზე ჩააბარებთ, ალბათ დიდი ალბათობით არ გექნებათ დრო. ამიტომაც გიჩვენებთ, რომ პირველი ორი კურსი მაინც 100%-ით ფოკუსირება მოახდინოთ სწავლაზე რა. ანუ ამ მუშაობას მეც მოვსწრებთ. მე მაინც დავიწყე მუშაობა, იმიტომ რომ რავი ცოტა ისეთი სიტუაცია იყო რა. ალბათ შეიძლება რამოდენიმე თვეში მეც წამოვიდე. ხო რა, ცოტა, მაგრამ ანუ კაი პლუსებიც აქვს. პირველ რიგში ადრევე შევეგვე ზოგადად კლინიკის გარემოს. რა სიტუაცია რა ხდება, როგორი არის პაციენტებთან ურთიერთობა, როგორები არიან ექიმები, ექთნები და ასე შემდეგ. ახლოდან დავინახე რა. ეგ პლუსი არის.